შვიდთვიანი პატიმრობის შემდეგ პოლიტიკოსმა გივი თარგამაძემ საპატიმრო დატოვა. მას რუსთავის ნომერ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ოჯახის წევრები და მხარდამჭერები დახვდნენ. თარგამაძეს პროკურატურა ქართული ოცნების პარლამენტში შექმნილი თეა წულუკიანის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებოდა. საპატიმროს დატოვების შემდეგ გივი თარგამაძემ ციხეში მყოფ ადამიანებს ჯანმრთელობა უსურვა. პენიტენციურ დაწესებულებაში გატარებულ 7 თვეზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ვინაიდან წლების მანძილზე მქონდა შანსი რომ მოუხედრილიყავი ან რუსულ ან ბელორუსულ ციხეში, მზად ვიყავი ამ ყველაფრისთვის, ამისთვის შედარება არ არის ხო ეს საქაურობა, ამიტომ ყველაფერი ვქენი იმისთვის რომ უკეთეს ფორმაში ყოფილიყავი ფიზიკურადაც, მორალურადაც. კონსულტაციებში ჩაერთვებით, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებთან მიმდინარეობს. არ წარმოადგენ ხო არც ერთ პარტიულ ლიდერშიპს ესეთი ვთქვათ სეგმენტი არა, მაგრამ კონსულტაციებში ყველაფერი ჩემი იდეებს მივაწვდი, აი ზურაბთან შევთანხმდით უკვე რომ აუზიარებ ერთად ძალიან ხელსაყრელი აღმოჩნდა რომ პირველი ზურაბ ცოტა ადრე გამოვიდა, ნანახი ყავს და ყველაფერი იცის და ადვილია თქო მასთან დალაპარაკებით. ეხა იქიდან მართლა ობობას ველაპარაკებოდი 7 თვე და ამიტომ ეხა ვერავითი ისწავლებას ვერ დავუწყებ. წულუკიანის კომისიის ხდომაზე გამოუცხადებლობის გამო გივი თარგამაძეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 7 თვით თავისუფლების აღკვეთა 27 ივნისს მიუსაჯა. ოპოზიციონერ პოლიტიკოს 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავებაც აეკრძალა. თარგამაძეს თავდაპირველად აღკვეთის ღონისძიების სახით 10,000 ლარიანი გირა ჰქონდა შეფარდებული, რომელიც კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა. საქმეზე სასჯელს იხდიან ოპოზიციური პარტიების სხვა ლიდერებიც, ნიკა გვარამია და ნიკა მელია, ასევე ირაკლი ოქრუაშვილი. სასჯელი სრულად მოიხადეს და ციხე დატოვეს ზურაბ ჯაფარიძემ და გიორგი ვაშაძემ, ხოლო ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ ქართული ოცნების პრეზიდენტის ყაველაშვილის შეწყალების შემდეგ საპატიმრო დროზე ადრე დატოვეს.